დაგიბრუნდით კიდევ ერთი ვლოგით როგორც იქნა. და ამ ეპიზოდში ვისწავლით გიფსოს გაკვრას. და არა მარტო, ამ ეპიზოდში ასევე დავაგებთ ფილას და მოვისმენთ ვაჟას ჯუჯღუნს. რა ისწავლა რა თქმა რაღაცეებია. და ბოლოს შევღებავთ სახლს. ვაიმე მაგარია! რა თქმა უნდა ნარინჯისფრო. ახლა კი კარგად მოკალათდით. ესეთი სიტუაცია გვაქვს ჭერზე. დადგა ჭრილოვანი პროფილები, რომელიც მინდა რომ ესე კანტად ანათებდეს. ახლა ვაკეთებთ სამზარეულოში, როგორც იცით აქ სამზარეულოს ავეჯი იქნება და ის ჭრილოვანი პროფილიც რომ ლამაზად გამოჩნდეს, ცოტა მოვიტყუეთ და წამოვწიეთ ჭერი. სხვადასხვა ჭრილოვანი პროფილები არ უნდა დაკოტეს და ძალით გავაკეთებინე, იმიტომ რომ მე ძალიან მომწონს, მაგრამ საქმე გავირთულეთ, იმიტომ რომ კედელი უნდა იყოს იდეალურად შესრულებული. ხომ მიყურებ, გამოიწერე რა. ეხა მე აი აქ მან ვაკეთებ? კაი. აი აქ ახლა მე ჩავამაგრებ გიფსოს ფილას. რა თქმა უნდა, ეს მთელი ჭერი, რასაც ხედავთ, ჩემი გაკეთებული არ არის, მაგრამ მე ჩემ წილ ფილას ჩავაკრავ. და ამაში მოგვეხმარება აჩიკო. აბა რა ეტაპზეა სახლი მოყევი ხალხს საინტერესო. ძალიან ბევრი რაღაც ხდება ერთდროულად, ეხლა ისეთ ეტაპზე ვართ, რომ ეხლა ვაკეთებთ გიფსოებს, გიფსოსთან ერთად სახლი გარედან ილესება, ფილას ვარჩევთ და აბაზანის ხელოსანიც მოვიყვანეთ, რომელმაც კაფელი უნდა გააკეთოს და წირიც გააკეთოს. სამზარეულოს ავეჯიც ნელ-ნელა უნდა შეუკვეთოთ. ლამინატიც უნდა ავარჩიოთ უკვე. ნელ-ნელა ესეთ ნაბიჯებით მივიწევთ ბოლოს. ეს რა არის სახეხი? არ ვიცი, ხეხავ. ეს არის იმისათვის, რომ სუფთად იყოს და მალიარს არ შეეშალოს ხელი სამუშაოში. ყველის სახეხია ნამდვილად. აი ეს შეგიძლია მოაყარო მე. წავიდა. თავზე გიდევს? აი კეთება მოვათავსო ზუსტად. აჰა, მოვათავსე ზუსტად. აქ საიდან ხვდები სად არის? რა მაგარია. რატო ამოსახსნელი? სად გადავსცით აჩიკო? აი რაღაც მაკეთებინებ მაშინ მოხსნი. ჰოპ. მე ამ პროცესში მხოლოდ მიმშურუპებელი ვიქნები, იმიტომ რომ ასჯერ გაზომე და ერთხელ მიაკარეს პრინციპში მე გაზომვა არ მიყვარს. მე რო დავეკიდო ხა გამიძლებს? რა თქმა უნდა მე ამ ყველაფერში მონაწილეობა არ მიმიღია. მე უფრო აი აბაში აი აბე. და ეს არის უკვე პროფესიონალიზმი. ამის ბრალი ყოფილა აჩიკო შენ ის ბანძი შურუპავი ვერტი მომეცი. ახე ეს არის იდეალური. ახე რა გასისინებულია. აჩიკოს ვეუბნები რომ უნდა იყიდოს ისეთი ოჩოფეხა კიბეები რომ ესე გადავიდეს. და არ შვება. არა და ოჩოფეხები მაგარია და აიგებთ დავტო? არა, შენ იყავ. შენ მაინც ბანძი ის გიჭირა, შურუპავი. ეს არ ჯობია. რამდენი მაშინ ერთხელ არის სასურველი? 10 სანტიმეტრი 4. დასაკეთე. გადავმაკეთებ ყველა იმაზე? რომ ზარი არ გაიკეთოს. მოდი გავაკეთოთ გადავმო. ეს ეგ არის დებილობა, რომ ეს ხარაჩო სულ უნდა გადადგა გადმოდგა. მაგითო გეუნები. ოჩოფეხე. აი სკაპ, ვაიმე დაბნევდა კადრში. თქვენგანაც მივიღებთ რჩევას. ეს არის ჩვენი საძინებელი, რომელშიც როგორც იცით არის საპირფარეშო პატარა და ასევე გარდერობში გასასვლელი, სადაც არ ვაპირებ რომ გავაკეთო კარები. მაგრამ ძალიან მინდა რომ იყოს თაღი. შეიძლება სრულად მრგვალი თაღი არ გამოვიდეს, იმიტომ რომ აქ კარებია და ფიზიკურად გრადუსი არ მისცემს მაგის საშუალებას რომ ეგრე მოიხაროს, მაგრამ აი ოდნავ ოვალური მომრგვალებული ზედები რო გქონდეს ძალიან მომეწონება და თქვენ რას ფიქრობთ, ხომ მოუხდება? ამჯერ რომ აი ცოტა ხანში რამდენიმე თვეში აი ეგ დავდებ ესე კამერას და დაგენახებით outfit of the day look-ებით. ეს რაღაცა ფერებში რასაკეთებ? სანგრე. აი, რომ თხოვე ის კაფელი გაგიგეთ. კიდევ კაი კოტია ელექტრიკოსი, თორე იმდეჯერ შევცვალე გეკვა და იმდეჯერ
მოგვინდა ახალ-ახალი წერტილების დამატება, რომ ამდენჯერ ვერ მოვიყვანდი ხელოსანს და კოტეს, როცა მინდა ვეუბნებ. ერთი სული მაქვს აქ ავეჯს როდის დავდგამთ და მეგობრებთან ერთად მოვსხდებით საღამოობით. ვაიმე! ეს წელი და ეს სახლი ყოფილიყო ხვავის და ბარაქის ცენტრი ფაქტობრივად გესმის ასეთი ინიციატივით შემოვიდა რომ ეს სახლი დავარეგისტრიროთ როგორც ხვავისა და ბარაქის განვითარების ცენტრი და ასევე შეკრების და მანიფესტაცია არა შეკრების და გართობის შეკრების გართობისა და ერთობის შეკრების გართობის ერთობისა და მანიფესტაციის დანიშნულების ადგილი. გაგიმარჯოთ. გაგიმარჯოთ პატარა. ამ სახლს სიხარულის და ბედნიერების ჭიხვინი და ხარხარი ქონოდა. გაიხარე გო. მეხოება გაეცე დაგეხმარებით. ვიჭიხვინე არ არის პრობლემა. გაგიმარჯოთ. ახლა მორჩით საქმეებს დაიწყო 8 საათი 7-ია და 3 საათი გვაქვს რომ შესაბამისი ფილები ვნახოთ. რატომ მომწონს იცი ეგ? ყველა ფილა სხვადასხვა ფერია. ნახე? არც ერთი ფერი არ მეორდება. ანუ ეს მირჩევნია აი ამას. სათითაოა. ჩვენმა ხელოსანმა გთხოვა რომ თითო ფილა არ მომიტანოთო. ეს მინდა პატარა საძინებლის აბაზანაში. ესეც ძალიან ლამაზია. რა იცი? რატო არის ამოწურული? როდის მიიღებენ ნეტა? აღმოვაჩინეთ რომ დიდებიც არის, მაგრამ დიდი მაგდენად არ მომწონს. აგერაც გამოაღეს რა არის? აი ეგ ლურჯი არის, გამოწია? აი ეგ ლურჯი არის რაც მომწონს. ბევრ ადამიანთან მინახავს და ვიცი რომ ტრენდულია, მაგრამ რა ვქნა, მეც ეს მომწონს. რაც შეეხება იატაკს ვაპირებთ ზუსტად ისეც როგორიც გქონდა, იმიტომ რომ არც ჭუჭყი ეთყობა და არაფერი და მაგიტო გვინდა ისევ იგივეს გამეორება. მე მგონია რომ უფრო მუქი გქონდა, მაგრამ კაი. მე ძალიან მინდა რომ YouTube-მა ღილაკი გამომიგზავნოს და დაჭირე რა გამოწეროს რა. წინა კვირას დავათვალიერეთ ნაძვები. გვინდა რომ დავრგოთ. უბრალოდ გვინდოდა რომ დაგვერგო. მაგრამ რა სიგრძეც მოგწონს და რა სიგრძეც წარმოგვიდგენია იქ ვერანდაზე კუთხეში რომ აი ახალ წელსაც ლამაზად მოვრთოთ და დანარჩენ სეზონებზეც ლამაზი იყოს. სადღაც 3000 დოლარიდან იწყებოდა რა. შეიძლება რომ პატარა იყიდო და რომ გაიზრდება მასეთივე გამოვა, მაგრამ 1 და 2 წელში არ იზრდება რა. 20-30 წელი უნდა რა. დიდი შანსია რომ ვერ ვნახოთ. როგორც გვინდოდა რომ ყოფილიყო. შეიძლება ვერ ვნახოთ საერთოდ ეგეთი და მაგიტო აი ეხა გადავიფიქრეთ. ხო, წელს გადავიფიქრეთ. გაზაფხულზე არის ყველაზე კარგი დარგვის დრო. მაშინ გაზაფხულზე დავურგოთ. გაზაფხულზე დავურგოთ ამასობაში მოვათავისუფლებ იქ ადგილს კარგად რა. დავგავთ ლამაზ დარგვის რა და შემდეგ ახალ წელს უკვე მოვრთავთ. შეგვიძლია უახალწლოდათ მოვრთოთ და ეგრე იქნება. მე არ მაქვს პრობლემა, განათებებს დაუმაგრებ მეწონება. გაკეთებული გაქვს კამერა რაზე გაქვს შეერთებული. კოტე არის ჩემზე გაბრაზებული და მეჯუჯღუნება, იმიტომ რომ ყოველ დღე ახალ წერტილს ვუმატებდი. რეალურად კი არ ვუმატებდი, უბრალოდ ამას ავიწყდებოდა და არ აკეთებდა და მე ვეუბნებოდი რომ აქ არ გამიკეთე წერტილი. დღეს არ დამიჭრეთ რამდენი შტებცელი გვაქვს. ისე ჩარჩოები გვექნება მე შესაძლებელი. ალბათ ეგ ყველამ გამოიარეთ, ვისაც რებოტი გქონდათ და დასამატებელიც იქნება. და დასამატებელიც. პირველი მაგას მეუბნებიან ხოლმე რემონტის დროს, რომ ელექტროობის წერტილები არასდროს არ დაგენანოთო, იმიტომ რომ მე მეგონა რომ საკმარისი გავაკეთე და მაინც არ მეყო და სადღაც მაინც დააკლდათ და ჩვენ წინა ბინიდან გამომდინარე ძალიან ბევრ წერტილში გავითვალისწინეთ და მგონია რომ საკმარისია. ეხლა სად უნდა იყოს ისე რომ თქვათ რომ დაგვაკლდა. დივანზე რო იჯდებით და ტელეფონს რო ვერ დატენი რა. კოტეს უნდა და შუა მისაღებში დივანთან აი იატაკინა რო ამოსულიყო დენცკვიტები და სავარძელში რო იჯდები და აი იმიტომ რომ წინა ბინაში ეგრე გქონდა. დივანი მიდგმულია ხოლმე ძირითად შემთხვევაში კედელზე. და მაგ კედელზე გააკეთებ რა. მაგრამ ჩვენ შემთხვევაში შუა ოთახში დგას ეს დივანი რა და არსად არ არის ახლოსაც რა. განა დაგვავიწყდა მაგის გაკეთება, უბრალოდ ვერაფრით ვერ გამოვიცნობთ ის დივანი ზუსტად სად იქნება რა. და ყველაზე ცუდი კიდე ის არის რომ ხალიჩას ვაპირებთ რომ გავაკეთო და იმ ხალიჩას ხო არ გავჭრით იმ ადგილას რა. გეჭორავეთ, მაგრამ ამასობაში სახში დასვლის დროა. YouTube-ის მაყურებლები განსაკუთრებულად მიყვარხართ. განსაკუთრებული ადგილი გიჭრევთ ჩემს გულში და ძალიან მადლიერი ვარ რომ ამ ვლოგებს ბოლომდე უყურებთ ხოლმე. და ვიდეოს თუ აქამდე უყურე და არაფერი არ გაქვს სათქმელი, გული დამიწერე. გოჩას აქ უკარგესად ზემოთ იზოლაცია გაკეთებული რა. გოჩას კომენტარებში დაუწერეთ 10-დან 10. ოთახში უკვე გიფსო გვაქვს. რა მაგარია, აჩიგო. მაგარია ოთახს გავს უკვე. ვა, გარდეროვშიც გვაქვს.
აუ რაღა დარჩაგთ ხო? ასევე მოუნიშნეთ უკვე კონდიციონერების ადგილი და მილებიც გავიყვანეთ და ვიტყვი რომ ეს არის ყველაზე გაუთვალისწინებელი ხარჯი რემონტის დროს, იმიტომ რომ ალბათ 6 თვე კონდიციონერი არ დაგჭირდება, თან 5 კონდიციონერი არ დაგჭირდება, მაგრამ ზოგადად სახს რო აკეთებ, მილებიც წინასწარ უნდა გაიყვანო, შესაბამისი კონდიციონერების ბლოკებიც წინასწარ უნდა შეიძინო და გარემონტებულ სახში არ გამოთხარო ამ ხელა კედლები. ერთ-ერთ ბლოკში ვახსენე რომ ძალიან აბეზარი ვიყავი ბავშვობაში მეთქი. ხო და დავწუნდი რომ დიდად არ შევცვლი ვარ, იცი, ახლაც აბეზარი ვარ. კაი, უბრალოდ გიყურებ კაცო, რა მინდა სწავლობდა. ყურებაც არ შეიძლება? არ შეიძლება. ცუდად მოვაკეთებ. კაი არის. რა კარგად კაცო, გოლები ჩაზლამაზებ ხო, იქიდან მოვაცალა ნახევარი. სად მოვაცალე, მითხარი? იქიდან დასავლეთი. ვიდება. რა გადავიქე. გამოვიდეთ და წავიდეთ ამით. ხო, მოვაშევამოწო. აუ მომარევინებ. თავიდან გული გაგიზდა, გეცოდნია? მიეცი ნიჩ გზაფართო, არ გაგიგონია? გზა მიეციო, გზა აივანი კი არაო. გზა თუ არ მიეცი, აივანი. აგერ გზა ფართო და მიმზად. ეგზლიანი კაცი გაუშვა და. მე არ მიგის და. მალიკა რატომ მოგავშო, მე უნდა წავიდე სახში. ეხა სანამ სუთესა და ხახტი იყო შენო. სანამ რა? სამ სუთს არ დავარ, თახუნა იყო. აუ კაი, 3 ფილა დარჩა, 3 ფილა დამოგებინე. რა უნდა მე ფიზიკა არ არის მოწესრიგება და დავარე მოწესრიგება. დააგები ამე. ხო, ერთად. და ამის მიხედვით. ნუ დავიწყეთ მუშაობა, გამავთქი. ხო. მე უნდა აუცილებლად დამიხმარო. ხო, არა ხო, როცა გე. სხვა შემთხვევაში ვერ მოხვალ. შენ არ მე დამითხეს ახლა მეწადიო. ხუთი მინდა გამოცნო შენ და ხუთი შეგა გაგანიზებულა. ასულს არ ხტი მე მოგეხმე მე ვიქნები ისა. რა ქვია იმას? შემოხმარ მაგიდა? არა. შეგი. შეგი. შენ კიდე მოხმარება? და წავა გააკეთო ესე. როგორი ის ყოფილა რა? ხალი ვიცი კუხნაში. ხო, რა გინდა შეკუხნაში? სადა გაკუხნა წადი რა? არა მაგ კუხნა და მაგიტო. გავუკეთე და წავა. ხისტიკა ხელი. ხისტიკა ხელი ყოფილა. მე არ მეგონა ვაჟო შენ და ასეთი შევდივარ. არა და ამბობდნენ ქიზიყელები არიან, უფრო ხისტებია და ამ დროს მაგე ეს გუჯაში დადის ახლა და იმის მერე დაემართა ეგეთი. თუ დაყვარება გინდა გეცოს ყოიცოს რა. მომეცი. ეს კამერა ხმასაც იწერსო? ყველაფერს იწერს. ო, რამდენს რა დადებოდი. რამდენს რა ხნახეთ მე. რამდენს რა. გამაგეოდი იმაზე ბევრი შეკვეთა გეკნევათ ვიდრე ამ. არ მაკლია შეკვეთა თავი დამალე. არ მაკლია უფრო მეტი გეკნება. არ მინდა. ეგუთის მონა კი არა. აი, მაშინ ვიტყვი რომ არ დაურეკოთ ვაჟას. არა. ვაჟას ბევრი შეკვეთა აქვს, არ დაურეკოთ. მე გადავიგონი. მე ორ დღეს ორჯერ გამაჩერე მაშინ. შენის არა ხარ ორი. ხო გაგაჩერეს. არა. ხო? ის ბოლოს. ახა. ბოლოს და 3 სანტიმეტრი 4 სანტიმეტრია. და განათლება რა საერთოდ. ო, მოუწევთ. კომშე. ეგას. რა დავხმარება მივიდა. აუ, ჩაკუჩი როგორ არის? ჩემი საყვარელი საქმე. გამავიწნდა და ახლა ლილო შუალწავალი მიგულწუდა მე. ჩემი საყვარელი საქმე ჩაკუჩი არის. აჰა. ეს შენ საყვარელი რა გქონდა? ჩაკუჩი მგონია. სანა კრიფს ჩავდე. მოკეთეთ. ოპა. დავაიმე და რაქნეს უკვე. როქნე. გაფრიკე ეს შპატელი. მე მართლა შენი მუშაობა აქვს. ხვალეწოდე. მიხდი გაგეხსნა ფილტრი. იდეალენ. კაი, ერთი და წავედი. ოპ. ნახე როგორ საფრთხად ვეფხვი. მიდი რასაც უნდა დროზე გადაღამდა. მე შო ეს პილადოსო მეტი ის არა თქვენი ხმა აღარ გავიგო. ისწავლა, ხედავ. რა ისწავლა რა თქოს რაღაცეები. გავიდა შემდეგი. შედეგი შო გაჩერდი ხლა. თქვენი ხმა აღარ გავიგო. ახლა დავიშალო რა. ეს ის მოლა კი არა ვარგა. ვაჟამ გაგვაგდო, ახლა წავედით აჩიკოსთან.
ვაჟას მოუშალისდები, ეხლა ათიკოს და გიორგის ჯერია და მაღლა ავდი. ოპ. დადი. ზიგარი? აი ეს არის ნამდვილი პროფესიონალიზმი. ეს ოთახი რომ დამთავრდება. ხათშორის იმ დღეს რომ მაჩერებდნენ სურათის გადასაღებად, ვკითხე რომ გამოწერილი ქონდათ თუ არა ჩემი YouTube არხი და ძალიან ბევრს არხი გამოწერილი არ ქონდა, იმიტომ რომ აკაუნთი არ ქონდა საერთოდ. ხოდა 2 წამის ამბავია და რეგისტრიზი და გამოიწერე ჩემი აღი ბარემ თუ მიყურებ. Instagram-ზე რო ვიკითხე რა ფრად შევღებო სახლით, უმეტესობამ კი გამოიცანით რომ ნარინჯის ფრად შევღებავთ. მაგრამ მეც ძალიან მომწონდა ლურჯიც და მწვანეც. სახლი საერთოდ არ გქონდა, მაგრამ ზუსტად ვცოდით რომ როცა გვექნებოდა ის აუცილებლად იქნებოდა ნარინჯისფერი. ზოგადად ფერები ძალიან მოქმედებს ადამიანების განწყობაზე, მათ შორის ჩვენზეც. და აქ რომ მოვდივარ ხოლმე და უკვე ამ ფერად სახლს ვხედავ, უკვე ძალიან კარგ ხასიათზე ვდგები და ნარინჯისფერი ორივეს ფავორიტი ფერი რადგან არის. დიდხანს არც კი გვიფიქრია შეღებვის პროცესში. რა თქმა უნდა გაჩვენოთ საღებავი, რომელთაც შევღებეთ და ეს არის Smile Mix-ის Oryx-ის სილიკონის საღებავი. იდეალურზე იდეალური ფერია. კომპანია Smile Mix 2017 წლიდან აწარმოებს პროდუქტს, რომელსაც პროფესიონალები ენდობიან. Smile Mix აქვს საკუთარი წარმოება, სტაბილური მიწოდება, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი და ხარისხის უწყვეტი კონტროლი. თავად ქმნიან შემადგენლობას, არჩევენ პიგმენტს, ამოწმებენ სიმტკიცესა და ფერს, ფუთავენ და აწვდიან მომხმარებელს. ფასადისთვის გამოვიყენეთ Oryx სილიკონი, რომელიც იდეალურია ნესტიანი ადგილებისთვის, სარდაფებისთვის, გარე კედლებისთვის და ცვალებადი ტემპერატურის მქონე ოთახებისთვის. და შიგნით ინტერიერში გამოვიყენებთ Oryx-ის კომფორტს, რამდენიმე ნიმუში გამოვაგზავნინე და დავტესტავთ და მაგის მიხედვით შევღებავთ მერე. ფასადზე რაც გამოვიყენეთ, აქვს სილიკონის ფორმულა და ნესტგამძლეობის მაღალი დონე. ინტერიერში რასაღებოსაც გამოვიყენებთ, იდეალურია სამზარეულოსთვის, სააბაზანოსთვის, საძინებლებისთვის და საბავშვო ოთახებისთვისაც კი. არის ტენიანობისადმი მდგრადი და არ აქვს სუნი. ალბათ გაინტერესებთ ეს ადგილი რატომ არის ასე დარჩენილი, მაგრამ აქ უნდა დავაყენოთ პანელები და ნათურები და იმის ვიდეოსაც აუცილებლად გაგიზიარებთ. სამღებრო სამუშაოები შეასრულეს ტექნომალის ბიჭებმა Santos აპარატით და რა თქმა უნდა მეც ვცადე და ძალიან სახალისო პროცესი აღმოჩნდა. ვიცი რომ აპარატებზე მკითხავთ და შეგიძლიათ Santos პლატფორმებზე შეიძინოთ ან იქირავთ და ნებისმიერი კითხვისთვის შეგიძლიათ მათ მიმართოთ. დღენახევარი მოუძენ ამ ხელა სახლის შეღებვას, რაც მე ძალიან მიხარია. და ახლა გაჩვენებთ როგორ ვღებავთ აპარატით ზუსტად დღენახევარში მთელ სახლს. ვაიმე მაგარია! კიდე რა გავაფუჭო? მოგწონს ფერი? ძალიან მაგარ ფერზე დაждდა. თან მზეზე საერთოდ სხვანაირია. საღამოს კიდე სხვანაირია და განათებები რო დადგება, მე კიდე უფრო ლამაზი იქნება. ჩვენი სახლის სხვა არაფერი უნდა ყოფილიყო, არ ვიცი. ეს ვლოგი წესით უნდა დაგვედოთ 15 იანვარს და 15 იანვრამდე უნდა მორჩენილიყავით მოაჯირებს და ჟოლოფებს, მაგრამ ნუ სტანდარტულად როგორც ხდება ხოლმე. ხარაჩოებით არ გაყოფილიყო. ხო, ხარაჩოებით არ უნდა ყოფილიყო. სტანდარტულად ახალი წლის კეიფი გაუგრძელდათ მთელი თვე და აგერ 24 იანვარს ვდგავართ ისე რომ არც ჟოლოფი არის დაყენებული და არც მოაჯირები. შემდეგ ეპიზოდში იმედია ვაჩვენებთ ამ ორს დასრულებულს, ხო? წესით კი. ვაღიარებ რომ ძალიან ქოფაკი ადამიანი ვარ რა. კოტა პირიქით ძალიან დიპლომატია და შეუძლია რომ ელოლიავოს ყველას. რაც მე არ შემიძლია. მე ძალიან ბრაზდები, როცა საქმე არ სრულდება, ადამიანურად გავუგებ ყველას, თუ რაღაცა პრობლემა და საქმის არ შესრულების მიზეზი არსებობს, მაგრამ ერთხელ გავუგებ, ორჯერაც გავუგებ, მაგრამ მესამეჯერ უკვე ძალიან ვიჩხუბებ. ეს ქოფაკობაა თუ უბრალოდ პასუხისმგებლობის შეგრძნება? მე არ შემიძლია 1 საათითაც კი გადავაცილო დედლაინს. თუ ვამბობ რომ 9 საათზე რაღაცა მექნება მზად, მე აუცილებლად მექნება 9 საათზე მზად, მაგრამ უკვე 15 დღეა ველოდებით მოაჯირის ხელოსანს. რემონტში და ხელოსნებში დედლაინი არ არსებობს. შემდეგ ეპიზოდში კიდევ რას ვაკეთებთ, აბა რომ მოყვე. შემდეგ ეპიზოდში უკვე დაგჭირდება ავეჯის ხელოსანი, დაგჭირდება უკვე განათებები შიგნით. დავაყენებთ უკვე შიდა კარებს, დავაგებთ იატაკს. კარებებიც იქნება შემდეგ ეპიზოდში, უკვე არჩეული გვაქვს კარებები და კარები ოღონდ ბოლო ეტაპია, ყველაზე ბოლოა. პროდიუსერის ავეჯის ხელოსანთანაც გქონდა კომუნიკაცია ერთ-ერთ კომპანიასთან, საკმაოდ დიდხნიანი ერთთვიანი კომუნიკაცია გქონდა, შეთანხმებულები ვიყავით უკვე რენდერებზე, უკვე უნდა დაეწყოთ სამუშაოები და მე
არის გაქრა. დღემდე ვეძებთ ამ ადამიანს. ნუ აღარ უპასუხობდა საკმაოდ დიდი ხანი და მე დავვნებდით და ვეძებთ ახალს, ასე რომ თქვენ თუ გაუწევთ რეკომენდაციას ავეჯის ან განათებების კომპანიებს, ჩვენ მხოლოდ გაგვიხარდება კომენტარებში ველით რეკომენდაციებს და კომპანიების სახელებს ძალიან გაგვახარებთ. ახლა კი დაგემშვიდობებით, მადლობა ვინც ბოლომდე უყურეთ, მადლობა ვინც ჩვენი სახლის რემონტის ამბებს თვალს ადევნებთ და გულს შემატკივრებთ და ყოველდღე მეკითხებით, რომ აბა რა ეტაპზეა სახლი, აბა როგორ მიდის რემონტი და ასე შემდეგ. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან მიყვარხართ და კოცნით ბევრს. კარგად.